ჩვენი კოლეგა მარია მოჯანელიძის სიუჟეტი, რომელიც ხევსურეთში წავიდა, ეწვია ადგილობრივ პოეტ გიორგი არაბულს და თუ რა ნახა იქ, მოდი ეს თავად ერთად ნახოთ, შემდეგ კი უკვე კახეთშიც, სიღნაღშიც გავისეირნოთ. ვინც დაიძინებს ის გადარჩება, ვინც თვალს დახუჭავს ის გადარჩება, ვინც ჩუმად იქნება ის გადარჩება. ღმერთოს თხოვე ადამიანს დაიძინოს, ღმერთოს თხოვე ადამიანს დადუნდეს, ღმერთოს თხოვე ადამიანს არ მიგატოვოს. პურის ნამცეცებში გეძებ ღმერთო, ვერ გპოულობ. Google.com ღმერთი, ძებნა, იღბალს მივენდობი. თქვენი შეკითხვა ღმერთი არ მოერგო არც ერთ დოკუმენტს. გთხოვთ სცადოთ სხვა საკვანძო სიტყვები. გთხოვთ სცადოთ უფრო ზოგადი საკვანძო სიტყვები. გთხოვთ სცადოთ უფრო მარტივი საკვანძო სიტყვები. მთაში, სადაც გიორგი არაბული ცხოვრობს, წყაროებს ანგელოზები ყავთ. დრო არ არსებობს და ის ყველაფრისთვის ყოფნის. ხევსურეთში გატარებული ბავშვობა მისთვის ხშირად მთაში ხეტიალთა და მწყემსვასთან ასოცირდება. ახსენდება პატარა ბიჭი ხელში ჯოხითა და წიგნით. კლასში 8 მოსწავლით ლამპის შუქზე გატარებული ოჯახური საღამოებითა და პირველი სტროფებით. Google-ის საძიებოველი კი მისთვის ძალიან გვიან გამოჩნდა. ჩემი პირველი შეხება ინტერნეტთან მოხდა შატილში, სადაც მართ ტელეფონიც არ იჭერდა და გზაც კი არ იყო 6 თვე, მაგრამ მოხდა ისე, რომ ინტერნეტი ჩაგვირთეს მე-10 კლასში და აი აქ უკვე ზღვა ინფორმაცია გადაიშალა. ეს არაბულების სოფელი ჩირდილია, სადაც სულ 3 სახლია და იქ აღარავინ ცხოვრობს. ეს არის ჩვენი სახლი, სადაც გარკვეული პერიოდი ჩვენ ცხოვრობდით, ჩვენ ოჯახი ცხოვრობდა, ვიდრე ქვემოთ სოფელში ჩავსახლდებოდით და რომელიც აღდგენაც გვინდა ჩვენ მე და ჩემ ძმებს და გვინდა რომ ის პირვანდელი სახე დაუბრუნოთ ამ სახლს და ზოგადად ამ სოფელს. ჩირდილში ხშირად მწერის გაფრენის ხმაც ისმის. აქაური სიჩუმე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღით ირღვევა, როცა გიორგი არაბული მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად ფესტივალს მართავს. ჩირდილი ყოველწლიურად მწერლებს, მხატვრებს, არქიტექტორებსა და ხელოვნების სხვა წარმომადგენლებს მასპინძლობს. კარვებით სავსე ხევსურეთში ფესტივალის დროს ნამუშევრები იქმნება. აი ეს მაგალითად ძალიან უცნაურად დგას ხო აქ ამ გარემოში, მაგრამ ეს არის ჩვენი მეგობრის შოთა ბაგალიშვილის ინსტალაცია, ესე მოკლედ რო ვთქვათ, გულისხმობს და ამბობს იმას, რომ თუ როგორ ჯობნის და მძლავრობს ბუნება ტექნიკაზე და როგორ ახავსებს და როგორ აფუჭებს მას ბუნება და რამდენად ცოცხალია ბუნება და რამდენად მკვდარია ზოგადად ეს ტექნიკა. მთაში ამბები, თავგადასავლები და შთაგონება, რომელიც პოეტს წერისთვის სჭირდება. თბილისში გადმოსახლებული ხშირად აკითხავს ხევსურეთს. მისი ოჯახი უკვე დიდი ხანია სოფელ კორშაში, ჩირდილიდან 3 კილომეტრში ჩამოსახლდა. გიორგი არაბულმა ბავშვობა სწორედ ამ სახლში გაატარა. ეს არის ჩემი სახლი, ჩემი ეზო და ის ადგილი, რომელსაც უკავშირდება ჩემი მთელი ბავშვობა. დიდად არ მიყვარდა თამაშები, თუმცა მაგალითად ამ სოფლის ფეხბურთის გუნდის კაპიტანი ვიყავი, თუმცა ძალიან ცუდად თამაშობდი ფეხბურთს. ესე ვირთობდით და გაგქონდა დღეები, ოღონდ უფრო მეტი იყო წანწალი და ხეტიალი, გზა და ჭალა და ტყე. ეს არის ის ნაწარმოებები, რასაც ჩემი ბავშვობა უკავშირდება და რაც ძალიან მიყვარდა, რომელიც ისე მამაჩემი მხატვარია და დაბადების დღიდან რამდენიმე დღის შემდეგ აქ ამოსულს დამხვდა ეს ნახატი. მთა ბევრმა დატოვა, ამიტომ აქ თითოეული ადამიანის არსებობასა და ყოფნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქ ადამიანის დაბადება არის უზარმაზარი მოვლენა, იმიტომ რომ აქ ადამიანის დაბადება და თუნდაც გარდაცვალება შეიძლება ნიშნავდეს სოფლის გაცოცხლებას და სოფლის გარდაცვალებას. ნეტავ შეიძლებაოდეს სიკვდილი მოდიოდეს და სახლში პატიჟებდე. ნეტავ შეიძლებაოდეს სიკვდილი შენ საბანს აფარებდე და თვითონ მიწას არ გაყრიდეს. ნეტავ შეიძლებაოდეს სიკვდილი წინ გეჯდეს, არაყს ასმევდე და ბალღის სიცილს ასმენინებდე. Google-ის საძიებოველში ალბათ კიდევ დიდხანს არ მოიძებნება ის სიტყვები, რომელზეც გიორგი წერს. მაგრამ მასზე ყოველთვის იფიქრებენ კორშაში, ჩირდილში და ხევსურეთის სხვა სოფლებში. იფიქრებენ მანამ, სანამ იქ კიდევ იცხოვრებენ და დაიბადებიან.
სიუჟეტი ნახეთ, ბიჭი, რომელიც